ნიშა, რომელიც უნდა ვიპოვოთ და ჩვენ შემდეგ სპიკერს ეს ნიშა ნაპოვნი აქ კარგად და მე ვიტყვი რომ ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი YouTube კრეატორი არის. მე მინდა რომ სცენაზე ვუხმო ავტომოტოსპორტის და განსაკუთრებული ნიშის მქონე რბოლა, დრიფტი, რავი, მე მგონი კიდე რამე არსებობს, რაც ავტომოტოსპორტის ამბავში შენ არ გამოგიცდია. კი, მაგას მე რეგეთ. ოკეი, კარგი. მიკროფონი დაუთმოთ თუ შეიძლება ჩვენს სპიკერს და აპლოდისმენტებით მივექსალმოთ ალექსანდრე ხეროდინაშვილს. მოგლეთ. გაზით ტესტავთ ხოლმე. არი? ხო, ოკეი. ოღონდ ესე დაიჭირე. ესე ჯობია? ეს. ესე? ხო, ესე უკეთეს მუშაობთ. მოგლეთ, ვინც არ მიცნობთ, გეტყვით მე როგორ მცნობენ ხოლმე ქუჩაში. ანუ, აი მაგალითად გიორგი დანელია იყო ეხა, ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს YouTube-ის განვითარებისთვის. ძალიან მაგარი სახლია შენა, ეს ყველაფერი გადაიღო, გვანახა და გიორგის რო აჩერებენ ხოლმე ქუჩაში. ხო, ესაც გამომადგება, მადლობა. ხო. გიორგის რო აჩერებენ ხოლმე ქუჩაში, ეუბნებიან რომ აი მაგალითად რა მაგარი სახლია შენე, რა კარგი ინფორმაციები გაგვიზიარე და დაამთავრე, რა თქმა უნდა და აი ესე მოხარულობით ეკითხებენ ხოლმე რაღაცებს. გიგი ქათამაძე იყო, რომელიც 65 ქვეყანაში იყო. წეგან რო დაიწყო და გახსნა, გიხსოვებათ გიგი და გიგის აჩერებენ ხოლმე რომ რა მაგარია 65 ქვეყანა მოიარე და რამდენი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენგან, მაგრამ მე რომ აჩერებენ ცოტა სხვანაირად მეკითხებიან ამას. შენ ის არ ხარ მანქანაში რო დაიწვი? შენ ბეტონებზე არ ახვედი მანქანით და რო ერთ ჩამოგხსნეს? აი ამაზეა საუბარი. ესაც მე ვარ. ეხა აქ ჩამოსული ვარ გადავრჩი, მაგრამ ხო კი, მადლობა. ამის მერე აყოლებენ ხოლმე რომ ძალიან სასიამოვნოაო, მაგრამ თლად ჩემთვის სასიამოვნო არ იყო ეს ყველაფერი. ალბათ გაცნობას გულისხმობდნენ ხოლმე რა. მოკლედ, პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ ჩემზე, რომელსაც ქვია ნეტა ამაში ფულს მიხდიდნენ. ანუ დარწმუნებული ვარ რომ ყველა თქვენთაგანს რაღაც პატარა ასე ვთქვათ, ცხოვრებაში პატარა რაღაც მოქმედება ან სისულელი ან რაღაცა გაიკეთებიათ და ეს უბრალოდ გაგიფიქრიათ, რომ ნეტა ამაში ვინმე ფულს მიხდიდეს. ანუ ყველას გვექნებოდა და ჩემ შემთხვევაში იყო ეს ძალიან უცნაური აბსურდი რა, ასე ვთქვათ. წარმოიდგინე, ჩემ მანქანას ვაკეთებდი, ანუ მანქანას მე თვითონ ვაკეთებ, ძალიან მიყვარს. ოღონ ესთეტიკურად მაინდა-მაინც კარგი სანახავი არ არის, იმიტომ რომ სუზეთიანი ვარ ხოლმე, მურიანი ვარ ხოლმე. თან ახალი ზეთით არ გეგონოთ რომ ვიმურებით და ვისვრებით. მეორად ზეთზე არის საუბარი, შავი რო არის. აი სულ შავი რო ჩამოდის ხოლმე რა. და ეს დიდი კანჩებით ხელში მახსოვს ჩემ ძმაკაცთან ერთად ვიყავი ნაქირავებ გარაჟში ვაჟაზე, მირიან პერტია ქვია ჩემ ძმაკაც და პერტოს ვეძახით რა. და პერტოს ვეკითხები, აი როგორ იცი? აი ესე ვდგავარ, წარმოიდგინე, კანჩებით ხელში. ესე და ვეკითხები რომ პერტო ნეტა ამაში ვინმე ფულს მიხდიდეს მეთქი და აი თლიანად გამორული ვარ რა. აი მოკლედ არტურა სად არის? არტურას უნდა მეთხოვა კარგი ფოტოები გადაიღო, მაგრამ შეგიძლიათ თქვენ ცოტა მაღალი რო გამომაჩინოთ, დაბლიდან რო გადამეყოთ. მადლობა. ოკეი. ხო და მოკლედ ამ ისტორიას ქვია ნეტა ვინმე ფულს მიხდიდის ამაში. საქმე იმაშია რომ ეს ყველაფერი რო გავიაზრე, აი ხარ რასაც გიყვებით რა, დაახლოებით 2 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ეს რაღაც კონტენტ კრეატორობა ან როგორც გინდათ დაარქვით, არ აქვს მნიშვნელობა. მადლობა. ცოტა დაბლიდან. ხო, მადლობა. აუ ერთი აპლოდისმენტები რა, მე მუღამშია ხოლმე, კარგად გადამიღოს. და მე ჩამიყარე. ხო და ესე იგი ჩემ დასთან ერთად ვათვალიერებდი ძველ ფოტოებს რა, ოჯახური ფოტოები ყველას გექნებათ და აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთ ფოტოში აი ეს მე დარწმუნებული ვერ მიცნობდით, იმიტომ რომ აქ ბევრად მეტი თმა მაქვს ვიდრე ახლა. აღმოვაჩინე, რომ პირველ კლასში მაჩუქეს Porsche 911 მოდელი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი და რატომღაც ანუ იმ დროიდანვე დავიწყე, როდესაც კამერას მიშვერდნენ,
ავტომობილის ჩვენება. ოღონ არ ვიცი ამას რა დავაკეთებდი. ანუ წარმოუდგენელი არ მაქვს, მოიცა? აი ეს არის, აი. ოღონ ამას მართლა არ ვიცი რა დავაკეთებდი. წარმოუდგენელი არ მქონდა რა, მაგრამ რაღაც ალბათ ბუნებრივად მუღამი მქონდა, რომ კამერის წინ ეს ყველაფერი მეჩვენებინა, მომეყოლა მანქანის შესახებ რაღაცეები და მართალია ძალიან მორცხვი ვიყავი და ძალიან ყველაფერს ვეუყვებოდი, იმიტომ რომ აქაც თუ შეამჩნიეთ, უბრალოდ მაქსიმუმ ღიმილი გავბედე. ეს იყო ჩემი კამერის ყველაზე ის მაშინდელი გამბედაობა მაქსიმალური რა. ხო და ჯერ კიდე მაშინ დაიწყო ყველაფერი. ოღონ ამ ისტორიას ეხა არ გამოვდივარ ხოლმე ესე სცენაზე და არ უყვები რა. პირველი ისტორია ეს ჩემი, რომელიც მოგიყევით თქვენ და აქამდე არ მქონია მოყოლილი არავისთვის. ეს წარმოიდგინეთ დაახლოებით იყო 30 წლის წინ, 30 წლის წინანდელი თემა არის ეს რა. და რადგან 30 წელია აი ამ პატარა მანქანას არ უნახავს კამერა, აი აქ არის კამერა და ჩემი ერთგული მეგობარია, რომელიც რავი ძალიან მიყვარსა. ალბათ შეიძლება ბევრს არ გჯეროდეთ მანქანის და ადამიანის მეგობრობის, მაგრამ ერთმანეთის ძალიან ერთგულები ვართ, მე და ეს მანქანა. ხო და მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი კონტენტ კრეატორობა, ნუ მე გავიარეთ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ასე შემდეგ უნივერსიტეტში ყველას გეცოდინებათ ეხლა ვინც სტუდენტი ხარ ან გაცდით ეხლა ხანს სტუდენტობას მეორე კურსზე ჩემი კომპანია გავაკეთე, ძალიან ბევრი მუშაობა დავიწყე და დღეში მართლა არ ვაჭარბებ დაახლოებით 12 საათს მუშაობდი ხოლმე რა, ძალიან რთული იყო. მე მაშინ მჯეროდა რომ ეს რო არ გამეკეთებინა იმ წლებში წინ ვერ წავიდოდი ფიზიკურად რა. და ერთადერთი გამოსავალი, ანუ ერთადერთი ჩემი შვება, რაც იყო მხოლოდ კვირაში ერთი დღე, როდესაც მანქანისთვის დებდი ხოლმე ერთ ჩემ დღეს. და მაშინ ვიყავი უზომოდ ბედნიერი, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებდი მანქანაზე, რაც მინდოდა. პრივეტ, გამარჯობა. მიკროფონს მე ცოტა ხანში მოგცე. ხო და ეს ერთი დღე იყო ზუსტად ის ერთი დღე, როდესაც მოგიყევით, რომ ჩემ ძმაკაც უთხარი, რომ ნეტა ამაში ვინმე ფულს მიხდიდეს, ოღონ ეს სიტუაცია როგორია, იცი? აი რაღაც ნებისმიერი რაღაცას ხო ხუმრობთ ხო და ხო არის ხოლმე ხუმრობები რომ 30% არის სიმართლე და 70 ხუმრობა ან 50% სიმართლე რაღაც ნამიოქს რო ეძახით ხოლმე რა მაგ სტილში რა და ეს ხუმრობა ნეტა ამაში ვინმე ფულს მიხდიდეს 1% იყო სიმართლე ანუ არ მჯეროდა მე ამ ყველაფრის და 99% იყო ის მომენტი რომ ანუ ამაში მაზუთიანი ადამიანი რო ხარ როგორ უნდა გადაგიხედოს ვიღაცამ ფული აი პროსტო თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი ტიპი მაზუთიანი აი პროფილაქტიკაში დგას ესე და თავის მანქანას აკეთებს და იფიქრებ რომ ამაში ვინმე ფულს გადაუხდი ის თავის მანქანას რო აკეთებს თან თავის მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო ეს ერთი დღე ზოგჯერ მივდიოდი ხოლმე ტრეკზე ტესტავდი ჩემ ავტომობილს ნახულობდი რაღაც აპგრეიდებს რაღაცებს როგორ მუშაობდა თან კამერა დამქონდა ხოლმე GoPro ყოველთვის ჯიბეში მქონდა ჯიბეში არა გატყუეთ ბარდაშოქში მქონდა ხოლმე და ერთ-ერთ გასვლაზეც ვიფიქრე რომ მოდი ბარემ აქვარ მოდი ბარემ გადავიღებ ხო მართლა ეს არის ჩემი მანქანა ისე ჩაუბრალოდ გავერთე თქვენთან საუბარში რომ დამოვიწყდა ეს არის ჩემი ავტომობილი რომელიც ძალიან მიყვარს ნისანია ცოტა ისეთი იშვიათი მოდელია მაგრამ ეს იდეაში მე ვარ წესით სახეზე ცოტა არ გავარ ალბათ ChatGPT-ის არის მაგრამ არა უშავს ანი ხო გთხოვ ეს ამოიღე მე რა სირცხვილია ღმერთში ხო აი ეს უნდა ჩაგვესვა ეს უნდა ჩაგვესვა ეს ამოჭერით რა ვინმე თუ გასწორვას დააპირებთ ხო და აი ესე ვეკითხებოდი ზუსტად ჩემს მაკაც აი ეს სიტყვები იყო ზუსტად აი ამ სახით ანუ იდიოტურად ბედნიერი თავის მანქანას რო აკეთებს და აი ესეთი სახით ვკითხულობდი და ჩემს მაკაც მე გადავებოდა რა თქმა უნდა კი ფულს გადაგიხდიან სამომავლო თავი რა იქნება აი ეს არის ჩემი გაბურძგნული სახე, როდესაც ჩემი პირველი ვიდეო ჩავწერე და YouTube-ზე ავტვირთე. ანუ წვერი მოუწესრიგებელი, თმა კარგია რომ არ ჩანს, იმიტომ რომ აქ უკვე გაცვენილი მქონდა ნახევრად. და აი ეს ვიდეო ტრეკზე უბრალოდ წასვლა, რომელიც აბსოლუტურად ძალიან ბუნებრივი იყო და დაუგეგმავი იყო. ანუ საერთოდ არაფერი არ ქონა დაგეგმილი. ავტვირთე YouTube-ზე. იმიტომ რომ თუ გახსოვთ იმ სურათში პირველივე კლასში მინდოდა რაღაცა ეგეთი გამეკეთებინა და ეს იყო პირველი ჩემი ნაბიჯი რეალურად. მერტო ჩემო. ხო და ეს ვიდეო დღესაც არ ვიცი რატო. ანუ აი წარმოდგენა არ მაქვს რა.
იმ დღეს ავიდა 2000 ნახვაზე. მეორე დღეს 4000 ნახვაზე. 6000, 10000-ზე და მაშინ იყო ეგ ჩემთვის როგორი მომენტი, იცი? აი მეგონა რომ სოციალური ქსელი დავიფყარი, всё მე ვიყავი რა, всё მორჩამ, დავხურე მეთქი და თან ხო იცი აი retirements რო ადრე აცხადებენ ხოლმე, რომ აი всё YouTuber გავხდი ერთ ვიდეო და წავედი. აი ეგეთი რაღაცა მქონდა გაზღოტილი, იმიტომ რომ მაგ პერიოდში მე მეგონა და ზოგჯერ ხაც გონია ხოლმე ხარ ვარ დაგიმალოთ, მე ვიყავი ყველაზე საშინელი მოსასმენი პიროვნება და მაქსიმუმ 3 კაცს უნდა ესმინა ჩემთვის. ანუ მეც არა, თორე კატასტროფა იყო. ტრეკზეც რომ მივიდიოდით ხოლმე, აი 3 კაცზე, 3 ძმაკაცზე მეტი არ მიმყავდა ხოლმე, რომ 5 კაცს არ მოესმინა ჩემთვის რაღაც. კატასტროფა იყო, იმიტომ რომ 12 საათიანი მუშაობის მერე გამწვანებული პროგრამისტი ვიყავი, რომელიც სიტყვებს ვერ ვაბავდი. ეხლა ცოტა დავამუღამე ხა ნორმალურად გელაპარაკებით, მაგრამ სიტყვებს ვერ ვაბავდი, არაგრამატიკულად ვლაპარაკობდი და ჩემი ეს ვიდეო რატო წავიდა სადღაც, აი წარმოდგენა არ მაქვს, მართლა ვერ მივხვდი რა. საბოლოო ჯამში დავიწყე კიდე გადაღება, რამოდენიმე ვიდეო გადავიღე და 1 წლის თავზე მოხდა ისე, რომ პროგრამისტი ვიყავი, ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი მქონდა, მაგრამ 1 წლის თავზე დაბლიდან გეხვეწები, ცოტა დაბლიდან. აი ეგრე. 1 წლის თავზე მოხდა ის, რომ სამსახური მივატოვე და მთლიანად გადმოვედი YouTube-ზე, გადმოვერთე მთლიანად YouTube-ზე რა. და ნუ მაშინ მეგონა რომ всё მეთქი YouTuber-ი ვარ, გარანტირებული მაქვს შემოსავალი და რაღაცა, მაგრამ ეგრე მარტივიც არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ მთელი ყურადღება რო დაუთმე YouTube-ს, ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი ფინანსები ჩავდე იმისთვის, რომ მაგარი ვიდეოები გადამიღო, მაგრამ თქვენც ალბათ რაღაც საქმეებში ყოფილიყართ ეგრე, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გქონდათ. და მქონდა ისეთი მომენტები, როდესაც ვიდეოს ნახვები არ ქონდა და სასო წარკვეთილებაში ვიყავი ხოლმე გადავარდნილი, რომ განა მეთქი სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ პროგრამირებას თავი გავანებე და YouTube-ზე გადმოვედი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მაგ პერიოდში ერთი და იგივე კონტენტს, ანუ მე რასაც ვაკეთებდი ხოლმე, ანუ ავტო კონტენტს გულისხმობ, პარალელურად აკეთებდა დაახლოებით 10 YouTuber-ი. შენ რას გეტყვი? Привет. ხო. და 10 YouTuber-ი აკეთებდა ერთი და იგივეს, წარმოიდგინეთ რა. და სიტუაცია იყო ეგეთი, რომ ყველას ვადევნებდი თვალყურს, ყველას ქონდა ჩავარდნები ვიდეოში და სამწუხაროდ ვნახე, რომ ბევრმა მათგანმა თავი გაანება საერთოდ YouTube პლატფორმას. ანუ აღარ აკეთებდნენ უბრალოდ ვიდეოებს რა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ის სურათი მქონდა აღმოჩენილი, სადაც მანქანა მეჭირა ხელში და მე ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი თემა იყო, ანუ აბსოლუტურად სიამოვნებდა ის, რასაც ვაკეთებდი, ანუ ძალიან ჩემი იყო. დღეს რო ვდგავარ თქვენს წინაშე და რაღაცეებს გელაპარაკებით, ცოტა დანგრეული გრამატიკით, არის იმის დამსახურება, რომ როგორი სასო წარკვეთილებაში არ ყოფილვარ, როგორ ფეხიც არ წამოკვრია რაღაცისთვის და ვეღარ ვდგებოდით მე, ან გულისხმობ ნახვები განადგურებული იყო და სტატისტიკა ძალიან ცუდი ქონდა და კომპანია ხო უნდა და აინტერესო შენი ნახვებით, ხო? როგორც არ უნდა წასულიყო ჩვენი საქმე, რადგან ეს ჩემი იყო ყოველთვის. ეხლა რატო გეუბნებით, იცი? ის ბუტაფორიული სიტყვები კი არ არის. უბრალოდ მართლა ვინმეს თუ რამე გიყვართ ძალიან, თუ არ ჩერდებით და ბოლომდე აკეთებთ ამას და გიყვართ ის, რასაც აკეთებთ, ყოველთვის მიხვალთ წარმატების წერტილამდე. მე არ ვთვლი ხა რომ ჩემი რაღაც წერტილი ძალიან წარმატებულია და შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ეხლა იქ ვარ, სადაც მინდოდა ყოველთვის ყოფილიყავი. ყავს 100,000-ზე მეტი გამომწერი, თქვენც გესაუბრებით, შეიძლება ბევრმა არ ვიცნობდეთ, მაგრამ არ არის პრობლემა, მე გავიცნობთ. და საბოლოო ჯამში თუ ამ ყველაფერს აკეთებ, თუ შენი მიზნებისთვის იბრძვი, შეიძლება ზოგჯერ ისეთი სულელური სიტყვებიც კი გამართლეს თქვენ ცხოვრებაში, როგორიც არის ეს კანჩევით დგომა და თქვა, რომ ნეტა ამაში ამ სისულელეში ვინმე ფულს მიხდიდეს. ძალიან დიდი მადლობა.